აზია რა. 19 ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კუნძულის გარეთ თამაში ერთხელ წადა და ბილიარდში. ალან სმიტი არის რა. სწორია ალან სმიტი. არა წამით რა, აჭირე რა. ოპ ნახე რა გოლი. უი, ბოლო წლებში ბოამორტონგონია ეს ხო? აი ცოტა ხა ამ წამს გავიხსენე. ეს არის თამაში, სადაც სწორი პასუხი იცი, მაგრამ პატო აჭერს. მოგესალმებით მეგობრებო, სენტანდა სპორტის ახალი საფეხბურთო თამაში ბურთაობა. როგორც ამ გადაცემის ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია Coca-Cola ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ავტომობილი Kia EV6-ის, რომელიც ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილად ითვლება და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10-ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola Classic-ის, Zero-ს, Fanta ფოთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველ შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი თამაშის მონაწილეები გახლავთ ირაკი ფიცხელაური, ტატო ბაციკაძე, გიორგი ჯავახაძე და ლაშა გოდუაძე. ეს მოთამაშეები ორ გუნდად იქნებიან გაყოფილი და შეეცდებიან ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი გოლი გაუტანონ. ტაიმში ექნებათ 4 შეტევა, თამაშის განმავლობაში 8, სულ ექნებათ ასევე 5 დახმარება, საიდანაც 3-ის გამოყენება შეუძლიათ და წესებს ეხლა ერთად გავეცნოთ. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება 2 ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს 2 არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს 2 არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე 2 რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს 1 არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. გეტყვით მეგობრებო, რომ ბურთაობის გამარჯვებული გუნდი ევროპის სუპერთასზე გაემგზავრება ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი, იქ ასტონ ვილას დაუპირისპირდება და იმედია მოიგებს კიდევაც. აბა დავიწყოთ თამაში, თუ ვართ მზად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. პირველი ტაიმის თემებია მეგობრებო. ბომბარდირები წამყვანო სახელი უნდათ რომ გქონდეთ გუნდს და თუ შეიძლება მივცეთ საშუალო. არა, არა ინტერესებს, არ გვისმენთ. კი ბატონო, გისმენთ. ბარსენალი ქვია ჩვენ. ბარსენალი? ბარსენალი, კი. ბარსენალი. ირაკლი არსენალის გულშემატკივარია, მე ბარსელონასი და ბარსენალი დავარქვი. კი ბატონო, ბარსენალი დაუპირისპირდება ლაშას და ჯავახას. უსახელოური. პირველი ტაიმის თემებია: ბომბარდირები და გავარდნილი გუნდები, ევრო ტურნირები, დასავლეთ ნახევარსფერო, აფრიკა, მუნდიალი, ინგლისის ნაკრები, მსოფლიო 30-დან 66 წლამდე და მსოფლიო 74-დან 86 წლებში. დასავლეთ ნახევარსფეროს, ამერიკის კონტინენტის ამერიკის თლიანად. ორივე ამერიკას გულისხმობ ნომინალურმა მასპინძლებმა ბარსენალმა ბურთი დაუთმო თავის მეტოქეებს, რომლებიც თამაშს დაიწყებენ მეკარის საჯარიმოდან. მეკარეს აქვს ერთადერთი არჩევანი და ერთადერთი გზა, ეს არის მარტივ კითხვას უპასუხოს და მიიტანოს მცველამდე ბურთი. აქ დასწრება არ არის, უბრალოდ ის პასუხობს. რა თემა გვინდა? ინგლისით გავაკეთებ პირველ პასს. მარტივი ინგლისი. ინგლისის ნაკრები. ამ კიპერს სანამ მანჩესტერ იუნაიტედის კუთვნილება იყო, პოზიტიური ბევრი არაფერი უნახავს. 2023 წელს ლონდონში გაყიდეს და დღეს უკვე ამ გუნდის კაპიტანია. გუნდს არ გეკითხებით, ფეხბურთელი უნდა მითხრათ. 딘 ჰენდერსონ. დიდებული გადაცემა.
ბურთი ჩინებულად მიიღო მცველმა და ლაშა ეხა უკვე შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება რა სიზამ. რთული შეკითხვით. ნახევარ მცველს მივაწვდი. ნახევარ მცველს, ანუ საშუალო სირთულის შეკითხვა, ასევე დასწრებაზე არ არის მეგობრებო ეს. ეს ინგლისელი მცველი კლუბის ვიცე-კაპიტანია და სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ვარნის კატეგორიაში. ლიგაზე მისი სადებიუტო გოლი ალბათ ყველას ნანახი გაქვთ. გასულ წელს პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მეოთხედფინალში გაიტანა. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონობას წელს პირველი საკლუბო ოქროც მიაბადა. შეგახსენებთ, რომ ლაშამ თუ ვერ უპასუხა, შემდეგ ამ შეკითხვას პასუხობს ირაკლი, იმიტომ რომ ის აკონტროლებს ნახევარდაცვას. გასულ წელს. შარში. საკლუბო ოქრო ეხლა მიაბადა. არ ვიცი რა. 3 არიც. ირაკლი გაქვს პასუხი? იყოს ლუის კელი. არ არის სწორი, არც ერთი. ეზრი კონსარდი მეგობრებო, სწორი პასუხი. ნახევარდაცვაში ხა თქვენ გაქვთ ბურთი და აირჩიეთ თემა, რომელზეც შევუტევთ. მიყოს რომელი გინდა? სოფლიო 74-86 იყოს. ეს დასწრებაა უკვე. დასწრება არის, კი და ირაკლი უნდა მითხრას რა არჩევანს აკეთებს. სოფლიო 70. არა, ასაკეთებ თავდასხმობა თუ პასი გაუკეთო ტატოს, ან ორ რთულ შეკითხვას უპასუხო და მარტო გაიტანო დრიბლინგით გოლი. რას გაუკეთებ თავს? სოფლიო 74-86-ია თემა და გადაწყვიტა ირაკლიმ პასი გაუკეთოს ტატოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა და ირაკლი დასწრებაზე თამაშობენ. საშუალო სირთული შეკითხვაზე. თუ მოედანზე მისი პარტნიორები გლენ ჰოდლი და რიკარდო ვია იყვნენ, ჯონ ჰიუსტონმა კინოეკრანზე მაიკ კეინთან და სილვესტერ სტალონესთან ერთად ათამაშა. ოსვალდო არდილის. სწორია და ჩაჭრა ლაშამ ეს შეტევა არ მისცა გუნდს გაშლის საშუალება. აირჩიეთ მეგობრებო თქვენი შეკითხვა. ბომბარდირები და გავარდნილი გუნდები. საშუალო სირთულე პასი თავდაცვა. სერიაში იანვარში გადასული ეს ფორვარდი სულ რაღაც 3 გოლით ჩამორჩა ჩემპიონატის ტატო? ორი პასუხი ექნება ამას? გავარდნილი გუნდებიო და. კაი, დონიელ მალენი. სწორია. ტატომა ჩაჭრა ეს შეტევა, ძალიან მშვიდად, წნარად. ახედა გვერდით საჭს ეს სხვა რა იყო. თუმცა ესე არ აღმოჩნდა. ბურთი ისევ ნახევარდაცვაშია მეგობრებო, რადგან წარმატებით ჩაჭრა მცველმა შეტევა და ანუ ერთი ბიჯით წინ წაიწია. აირჩიეთ თემა, რომელიც გესიამოვნებათ. შეგახსენებთ ისევ, რომ დახმარებები გააქვთ ზოგადად. შეტევაში არსებობს ორი სახის დახმარება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არის 2 ერთზე შეტევა, მაგრამ არასოდეს არ გირჩევთ, როცა ცენტრში ხართ, მაშინ გამოიყენოთ, იმიტომ რომ 2 ერთზე შეტევა ნიშნავს, რომ 3 კითხვას უნდა უპასუხოთ. და ცენტრში როცა ხართ უკვე ნახევარდაცვაში 2 კითხვა გაქვთ დარჩენილი გოლამდე და მეორე არის შტურმი მეტოქის კარტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 კითხვას დავსვავ ერთ თემაზე, რომელსაც აირჩევთ და 3 თუ ზედიზედ 3 კითხვას უპასუხებთ, ერთი გოლია, მერე კიდე ზედიზედ 3 თუ უპასუხებთ, მეორე გოლი არის. მოდი იყოს სოფლიო 30-76 საშუალო კატეგორია. საშუალო გადავწიოთ ბურთი და საშუალო სირთულის შეკითხვაზე ლაშას ეთამაშები პირველი. ალბერტო სუპიჩი 31 წლის იყო, როდესაც მისმა გაწვრთნილმა ლაშა ურუგვაი. კიდევ ერთხელ ართვეს ირაკლის ბურთი. სუდი თემები არჩი ორივეჯერ ლაშასთან სათამაშო. ჯერჯერობით დაცვა უნაკლოა ამ თამაში. და ნახევარდაცვაში ტრიალებს მთელი თამაშია ბურთი. მაგას ანახაობრივი თამაში არის. ანახაობრივი თამაში არის ნამდვილად პირველი ტაიმი. ევროტურნირები. თქვენი თემა ევროტურნირები და აკეთებ პას. ანუ კვლავ ტატოს ეთამაშები. და 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალში პეტერ ჩეხი გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც დიდი ევროპული ტურნირის ფინალი 2 სხვადასხვა ინგლისურ გუნდთან ერთად ითამაშა. უნდა დამისახელოთ დარჩენილი 5-დან 2 მაინც. რამდენი და დავასახელოთ? 2 მინიმუმ. მინიმუმ რა 2. აი, იყოს რაღაცა თქვათ. სწორი თქვი მთავარ. არა? 2 სხვადასხვა ინგლისურ გუნდთან ერთად ითამაშა. ერთი ჰავერცი ევროპული ტურნირის ფინალი, ხო? სწორია ჰავერცი?
მეორეც. და მეორე იყოს დრო. მაუნტი იყოს. არ არის სწორი. ტატო შენ ცადე, იმიტომ რომ შეიძლება პოზიცია მოიგო თუ არა და დაშება ბურთი დაცვაში. ინგლისური გუნდია, ხო? კი, ინგლისური უნდა იყოს გუნდი. ერთი ნავდათ კაი ჰავერცია. მეორე შიცარიელი მაგ თავში არ ვიცი. იყოს ტემი აბრაჰამი. არ არის სწორი. ეს ფეხბურთელები იყვნენ მეგობრებო, ეშლი კოული, ხუან მატა, დენი მერფი, მარკ შვარცელი და კოლო ტურე. დამატებით ვიდეო. ეშლი დაცვაში კოული, არის ხო? ბურთი და ტატო შეუნდა გადაწყვიტო ნახევარდაცვაში აიტოვან საშუალო სირთულის შეკითხვას უპასუხებ და ისე თუ უპასუხებ რთულ შეკითხვას და პირდაპირ ფორვარდზე გადაიტან ბურთს. რთული შეკითხვა დასწრებაზეა? არ არის დასწრებაზე. კატეგორია მაინტერესებს რა დარჩა მაგის მიხედვით მივგადავწყვეტ. ამერიკა დასწრება. ხო, ამერიკა რთული. ჰონდურასელები მეინორ ფიგეროა და ესარდენი 2008 წელს უიგანმა დაიმატა. თუმცა ტოტენჰემმა ზამთარშივე 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ წაართვა. უნდა მითხრა ვინ იყო ეს ფეხბურთელი. პალასიოს. დიდებული გადაცემა და ბურთი მეგობრებო გადავიდა შეტევაში, სადაც საშუალო სირთულეზე შეკითხვაზე სწორი პასუხი ტატო შეუძლია თამაში ანგარიში გახსნას, ისე თამაშება ჯავახას. დასწრებაზეა, ხო? დასწრებაზეა ეს ყველაფერი. ვარდნა ხო არ გულიჯოთ. ვარდნა, პირველი ტაიმები ჯერ. ხო, დაცვაში თქვენ შეგიძლია თუ გინდათ ვარდნის შემთხვევაში ჩვენ რა თემაზე მივიღებთ კითხვას? იგივე თემაზე ამერიკაზე? შეკითხვას, იგივე თემაზე ვთვალ რთულ შეკითხვას. თუ უპასუხებთ, წაართმევთ ტატოს ბურთს, თუ ვერ უპასუხეთ, ტატოს ექნება შანსი რომ გოლი გაიტანოს, თუ არა და თუ ტატომაც ვერ გამოიცნო, ამ შემთხვევაში 11 მეტრიანს დაარტყავს მარტივ შეკითხვაზე. დასწრების გარეშე. ამერიკაზე ვარდნის გაკეთება არ არის მე მგონი რა. ვარ მიცეთ ვარდნა. მოდი ვარდნა იყოს რა. ვარნა. ამერიკა რთულია. მაგრამ უშავს. კაი. სანამ ბლეკბერნისა და შეფილდის ეს ექს-ფორვარდი დედი სურვილი ჩილეს ნაკრებს აირჩევდა, გორში მეისონ მაუნტთან ერთად 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კუნძულის გარეთ თამაში ერთხელ სცადა და ვილიარეალში მალევე გაფლოპდა. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში ილაპარაკოთ. გორში მეისონი. აზე არა. 19 ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კუნძულის გარეთ თამაში ერთხელ სცადა და ვილიარში მალევე გაფლოპდა. ჩილეს ნაკრები. ვინა ირჩია, იცი ჩილეს ნაკრები? ვინა ვა? გვარი თუ გახსოვს? 3 2 იცი ეგ ფეხბურთი. 1 პასუხი? არ არის. ტატო შენ შეგიძლია ახლა უპასუხო და გოლი გაიტანო. არ მომეჩვენა რთულად ეს. ბენ ბრერეტონ დიას. ტატოს თულად არ მოეჩვენა და ანგარიში გახსნა მეგობრებო 1-0. შევაგოროთ ბურთი კარებში ულამაზესი დარტყმით. მაგას არ ვიზამთ. ახეთ რა დიდებული დარტყმით გაიტანა გოლი. 1-0 მეგობრებო დაწინაურდა ბარსენალი, ხო? ბარსენალი. დიახ. ბარსენალი. კი ბატონო, მე დავიწყოთ ბურთი, მეკარეც იწყებს ისევ და აირჩიეთ თემა. დარჩენილი გვაქვს ორი თემა: აფრიკა და მსოფლიო. რამებს? და ყველა დახმარება, არა, ორი დახმარება გვაქვს დარჩენილი, ერთი უკვე დახარჯეთ. სოფლიოში რა შედის ისეთი რაც სოფლიო. უკვე აქამდე რო არ მომხდარა. აი სოფლიო მია. სოფლიო მარტივი. სოფლიო მარტივი. დაასახელეთ მუნდიალის ერთადერთი მასპინძელი გუნდი, რომელმაც ჯგუფში 3-ვე მატჩი წააგო. ჯგუფში 3-ვე მატჩი წააგო. კი. კაი, გვინდა ბანძინაკრები ესე იგი, ხო? კატარი. სწორია, კატარი სწორია, ეხა უკვე დაცვიდა ლაშა. მოდი თავდასხმელთან გავუშვებ რა. კი ბატონო. თუ შეკითხოს უპასუხებ დასწრების გარეშე, თუ ვერ უპასუხა სწორად, შემდეგ შეგიძლია ტატო რომ სწორად უპასუხო და წინ გადმოიტანო ბურთი. იმ შემთხვევაში, რადგან რთულ შეკითხვას პასუხობს ლაშა და შენ უპასუხებ ტატო სწორად, მე დასწრებაზე არა ეს კითხვა, თავდასხმელი ჭრის იქვე ბურთს. იქა, ოკეი. კი, იქ იჭრება რა ბურთი, წინ ვეიჭრება. 1930 წლის პირველ მსოფლიოზე ფინალის ბოლო გოლის ავტორი ეს უნიკალური ფეხბურთელი იყო. 13 წლის ასაკში ელექტროხერხით მარჯვენა მკლავის ნაწილი დაკარგა.
მიუხედავად ამისა, სოფლიო ჩემპიონი გახდა. ექტორ კასტრო. ექტორ კასტრო, კი ბატონო. ეს არის ორთული. და ლაშა ირაკლის წინააღმდეგ ეს დასწრებაა, ხო? დასწრებაზე იგივე თემა. თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო ვარდნა თუ გესიამოვნებათ გამოიყენოთ. მოიცადე, ირაკლი დაცვა არ თამაშობს ახლა. არა. არა, მიიღო. თავდასხმაზე მიიღო უკვე. უკვე ფორვარდი მეკარის წინააღმდეგ არის? კი, ფორვარდი მეკარის ერთს. დასწრებას. თუ აირჩევთ ახლა? გინდათ ვარდნა თუ არა? არა. არა თქვით? ხო, არა. არა, კაი. დასწრებაზეა. მითხარით წელი და მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც 14 გოლი გაუშვა და ამ ტურნირის 2014 ბრაზილია. და ერთი მეგობრებო ლაშამ ტატოს დარტყმას ჩინებული დარტყმით უპასუხა და ანგარიში გაათანა. სახელზეც. ოპ, ნახე რა გოლი. თუმცა ტაიმის მიწურულს აფრიკული შეტევის შანსი აქვს ბარსელონას უკაცრავად. ბარსენალს. მარტივი შეკითხვით ვიწევთ. ჩელსი. ასე ჩელსი. ამ სენეგალელმა მცველმა კარიერის საუკეთესო წლები სერიაში გაატარა და ახლა საუდის არაბეთში თამაშობს. გასულ მსოფლიოზე ეკვადორს გამარჯვების გოლი გაუტანა და ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. კულიბალი. ბატონო? კულიბალი. რა თქმა უნდა, კულიბალი სწორი პასუხია და ბურთი ავიდა დაცვაში, სადაც ტატო მიიღებს კვლავ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეს. იყოს რთული. პატარა უპირატესობა ხო გვაქვს ერთი დახმარებით ნაკლები გვაქვს. რთულს იღებთ, ხო? იყოს ხო? კი ბატონო. ეგვიპტის ნაკრებში სულ 5 ფეხბურთელია, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კლუბის მფლობელობაში არაა. ანუ ამ სოფლიო ჩემპიონატზე 5 ისეთი ფეხბურთელი ყავთ სულ, რომელიც შიდა ჩემპიონატში არ თამაშობს, რა ეგვიპტის ჩემპიონატში. დაასახელეთ ამ 5-დან 3 ფეხბურთელი მაინც. სალახი, კი ბატონო. მარმუში. კი, მესამე მინდა. აი ეს ხა წაიყვანეს თუ არა, არ მახსოვს. თამაშობს კიდე ეგეც არ მახსოვს, მაგრამ წესით მოთამაშობ. ბურთი თუ შეიძლება რომ წინ გადავიტანოთ, იქით ხარეს უნდა იდოს და კიდე წინ. რეზეგე მე მგონი აღარ თამაშობს. აი 3 ელნენი, ჰა. ვინ? ელნენი. არ არის სწორი. ხო, აი იქნება მარტივი. აღარა აქვს აზრი, ტაიმი დასრულდა, ისე გეტყვით რომ ჰამზა აბდელკარიმი იყო, მოჰამედ აბდელმონემი იყო და იბრაჰიმ ადელი იყო, ეს 3 ფეხბურთელი აი, კიდევ. შანსი არ იყო. ამიტომ იყო რთული შეკითხვა, სწორი მარტივი არის. ამით მეგობრებო, პირველი ტაიმი დასრულდა. მეგობრებო, ვიწყებთ მეორე ტაიმს. ანგარიში არის საყაიმო 1-1. თქვენ კარიდა. მეორე ტაიმს დაიწყებს არსენალი. იმიტომ რომ პირველ ტაიმში მათ მეტოქეს დაუთმეს ბურთი და მეორე ტაიმის თემებია. ქართული კავშირები, პორტუგალია, 10-14-ის მსოფლიო, 18-ის მსოფლიო, 22-ის მსოფლიო, მსოფლიო 2026-ის მოთამაშეები და არა მხოლოდ, გამოიცანი კლუბი და ფეხბურთელები პენსიაზე. რომელი გესიამოვნებათ? თქვენია, თქვენი. სოფლიო 10-14 იყოს. 10-14. სოფლიო 10-14. მეკარი აკეთებს პასს ცოლზე, მარტივ პასს და პირველი შეკითხვა. 2014 სოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ამ ფეხბურთელმა ურუგვაის დუბლი შეუსრულა და ნაკრების შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ამ შემტევმა 28 წუთზე აგილარის პასი მკერდზე მიიღო, ჩამოიღო და ერთი დარტყმით მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. მითხარით ვინ არის ეს ფეხბურთელი? ხამეს როდრიგესი. ნამდვილად, ამეს როდრიგესი ეკარემ უშეცდომო და წამოიწყო შეტევა და ეხლა უკვე მცველია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს. მარტივ პასს გავაკეთებს მცველს. მარტივ საშუალო სირთულის შეკითხვით, ანუ პასს გააკეთებს. ნახევარდაცვაში გადავაგოროთ ბურთი, თქვენის ნებართვით, რომ გასაგები იყოს სად ვიმყოფებით ახლა. გერმანიისთვის ეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე კომფორტული მეტოქეა. 7 თამაში 4-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ფრედა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. გერმანელებმა ბოლოს მათ წინააღმდეგ გამარჯვება 2014 წელს მოიპოვეს. აქ დასწრებაზე არ არის, ხო? არა, შენ უპასუხებ, რამდენიმე წამს მოგცემ და მე უკვე
მეტი ვარიანტი არ უპასუხებს. მომწონდეს ამდენი თამაში ჯავახ. მე ჯერ ითამაშეს იმათთან, არ ვიცი. საფრანგეთს ნაკრები. არ არის სწორი ჯავახ? შენ პასუხობ? მე პასუხობ. ერთხელ დამარცხდა გერმანიამ ბოლოს მაწინააღმდეგ. ბრაზილია რა ვიცი. არ არის სწორი. არგენტინა, მეგობრებო. არგენტინა არის 2014-ში მოუგეს ბოლოს, მას შემდეგ არ მოუგია და ყველაზე მეჯერ აქვს ნათამაში. ჩემი პასუხი იქნება. საფრანგეთს მოუგეს 2014-ში ნაკრები. ხო, 7-ჯერ არ აქვს უბრალოდ ნათამაში. ესეთი კაი შედეგიც არ აქვს. ქართული კავშირები დრიბლინგი. დრიბლინგი, ტატო და ჯავახა თამაშობენ პირველ კითხვაზე. ნახოთ ტატოს მოატყუებს თუ არა ჯავახა. 1978 წლის ფინალის დაწყება 9 წუთით გადაიდო. არგენტინის კაპიტანმა დანიელ პასარელამ მოითხოვა, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველისთვის ხელზე სახოვი მოეხსნათ, რადგან ის საფრთხეს უქმნიდა მის თანაგუნდელებს. ამ სახოს FIFA-სგან მწვანე შუქი ჰქონდა და წინა თამაშებში უპრობლემოდ გამოიყენეს. დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც ესახვევი ეკეთა და რომლის ძმაც საქართველოს ნაკრებად ირიბადაა დაკავშირებული. მხოლოდ გვარსაც ჩაგითვლით. ვერ გავიგე შეკითხვა. საქართველოს ნაკრებთან. მე ვიტყვი მაგას. ტატო. არ ვიცი, რატო დამეჭირა. დაგეჭირა? არ ვაპირებდი, მაგრამ აი, თუ მაინც დაგეჭირა? არა, უპასუხებ. просто ერთს გამოურიცხავა მეთი და. თქვი? 3 რუტყროლი. არა. ვანდეკერყოფია, ხო? კი. ხო, მაგრამ რატო? ამას ხო შეიძლება პასუხი? არა, აღარ შენ ხო დაასწარ. არა. არა, რა თქმა უნდა, შეეძლო კიდე თქო. შეეძლო? შენ რადგან თბილაშა, რა თქმა უნდა, ვეგბურთი ჩაიშალა. ო, არა გასა. მაგრამ მე მეგონა აღარ შეეძლო დასწრებაზე რო იყო. არა, დასწრებაზე არასწორად უპასუხა, მეორე ხო პასუხობს, ეგრე სულ დაასწრებ და არასწორად უპასუხა. იცოდი? არა, მაინც ჩაშლილი, მე მობატია. მეგობრებო, რატო არის ვანდერკერხოფი, რო იცოდეთ? მის ძმას ქვია ვილი. ვილი სანიოს, მაგის გამოქვია. მართლა მაგიტომ ქვია. ვიცი, ხო, მართალი ხარ. აუჩი. მამამის უყვარდა ვილი ვანდერკერხოფის თამაშის ყურება. კროლს მაღალ. არა, просто ვთქვია, ნახევარმცველს და აირჩიეთ თემა მეგობრებო. ვახ. რომელი გიცემ? ძალიან ისეთ თემები არც ერთ არ მომწონს მაგრამ ქართული თემაც მიცხოვენ. ეგრე გამომწოხილო. გაგინდათ? ფილმი ხო იყოს უნდა. მოდი ამ სოფლიო 22 იყოს ამ. სოფლიო 22. რას აკეთებ? ნახევარდაცვაზე პას. მე მაინც ორივე გუნდ შეგახსენებთ, რომ დახმარებები გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. როცა გესიამოვნებათ. ამათ მორი გამოიყენეს, ხო უკვე? ერთი. დრიბლინგი აბა? არა, დრიბლინგი შეიძლება. ნებისმიერ იმას შეგიძლია. ვсё. ას აკეთებ ნახევარდაცვაში ბურთი გადავაგოროთ. და სოფლიო 2022. დასწრებაზე არ არის ეს კითხვა. 2022 წლის სოფლიოზე მაროკო ისტორიაში პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალი ითამაშა. მანამდე მხოლოდ 3 აფრიკულ ნაკრებს ჰქონდა მეოთხედფინალი ჩატარებული. დაასახელეთ 2 მაინც. სამს დაგისახელებ. მაროკოს გარდა ხო, სენეგალი, აი ცოტა ხარ ამ წამს გავიხსენე. განა 2010-ში, სენეგალი 2020-ში და კამერუნი 90-ში. სამივე სწორია. იმენა ზედმეტად ბევრი კამერა განა. შავი გაიჩითა თავში ბიჭო. ირაკლი, შენი გადაწყვეტილება რას შვები ნახევარდაცვიდან? დრიბლინგი თუ პასი? პასი იყოს. პასი. გადავაგოროთ ეს ბურთი თქვენის ნებართვით. დასწრებაზეა ეს ლაშას ეთამაშები დასწრებაზე. 22, ხო? 2022 წლის მსოფლიოზე მაროკოს კაპიტანი რომან საისი გახდათ, რომელმაც მთელი პლეი-ოფი ტრამვით იასპარეზა და სამწუხაროდ მესამე ადგილისთვის მატჩი გუნდს ვეღარ დაეხმარა. მის ნაცვლად კაპიტნის სამკლაური პრემიერ ლიგის ამ მოთამაშემ მოირგო. მითხარით ვინ? ზიეჩი? სწორი პასუხია, ჩააჭრა ბურთი ლაშამ კიდევ ერთხელ. ნახევარდაცვაში. ერთადერთი. იყო ვინმე პრემიერლიგში? საისი იყო თვითონ და. ზიეჩი. სხვა შეგეხსენე. ჩვენთან დაგლიჭო, მაგარი გოლი რო გაგვიდა.
რა თემა გინდათ? გამოიცანი კლუბი და პასი გამოიცანი კლუბი. თავდამსხმელზე. ბატონო? პასი თავდამსხმელზე საშუალო გამოიცანი კლუბი. ეს დაწყებაზე. ხო. შენ გითამაშე? მან თამაშობა, ხო? დაასახელეთ კლუბი, სადაც სამივე ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს უთამაშია. ჟულს კუნდე, ლორან კოშელმი, პედრო პაულეტა. დატო? ბორდო? სორია ბორდო. სორია ბორდო. და ნახევარდაცვაში გაქვთ თურქი. რა თემა გინდათ? აქ პორტუგალია, ფეხბურთელები პენსიაზე, მსოფლიო 2018 და ამ მსოფლიოს ფეხბურთელები და არა მხოლოდ. სოფლიო 18 ის. რას აკეთებ ირაკლი? რო ვიცოდე. თავდასხმელსადმი პასი. პასი ისევ დასწრებაზეა ეს. 2018 წლის მსოფლიოს მერვედფინალში 1966 წლის შემდეგ ეს გუნდი გახდა პირველი, რომელმაც პლეი-ოფში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. ბელგია, იაპონიასთან. სწორია. ლაშას მორიგი დიდებული თამაში დაცვაში. ჩვენ მივდივართ ახლა შტურმზე შტურმზე მიდიხარ, კი ბატონო. და თემა ირჩიე რა ჭირდება. მოდი ფეხბურთელები პენსიაზე. ესეც ეს არის ამ სოფლიოს ფეხბურთელები და არა კი, მხოლოდ კი, ეს. სამი თემა გაქვს, გოდიში. ისა ფეხბურთელები პენსიაზე მოითამაშე. რაც შენ გინდა. რას არა, მე ირჩევ? შეხო სოფლიო გიყვარს და მაგით შეგახსენე რომ ესეც გქონდა. რას ირჩევ? ფეხბურთელები პენსია. პენსიაზე. ფეხბურთელები პენსიაზე იყოს. ფეხბურთელები პენსიაზე შეგახსენებ შტურმის დროს 4-ვე მოთამაშე თამაშობთ. ერთმანეთში საუბარი შეგიძლიათ, დასწრებაზე არის და სამ შეკითხვას უნდა უპასუხოს ზედიზედ ჩემტევმა გუნდმა, რომ გოლი გაიტანოს. თუ მაგალითად პირველ შეკითხვაზე წაართმევთ, იმას რა ქვია, სწორ პასუხს, ახალი მეორე შეტევა იწყება. სულ აქვს ორი შეტევა. უკიდევს მანდ. ფეხბურთელები პენსიაზე შერეული სირთულის კითხვებია, რო იცოდეთ. ამ ფეხბურთელს ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ხამშიკი. სწორია. პირველი ფაზა წარმატებით გაიარეს. ეს სავარაუდოდ მარტივი იყო. და შემდეგი საშუალო ან რთული იქნება. ლიდსიდან ოლტრაფორდზე წასულმა ფეხბურთელებმა კანტონამ და რიომ ფერგის იუნაიტედში დიდი სახელი ვერ დატოვეს. ამ კაცმა დიდი სახელი დატოვეს უკაცრავად. ამ კაცმა ეს ვერ მოახერხა, შეიძლება იმიტომ, რომ 2006 წელს იორნ არნერ რისეს ლაშა მჟელოთ. ეს ჰარკიული თუ ალან სმიტი ხო არა? ბოლო სიტყვა რა იყო? ალან სმიტია, ალან სმიტი. ბოლო სიტყვა რა იყო? ორჩი ვერ დატოვა რა, ჩაფლავდა იმათან. არა, ხო, მაგრამ 2006 წელს რა თქვით ბატონო წავყვანო ბოლო სიტყვა, რაც 2006 წელს იორნ არნერ რისე. დალეწა. ალან სმიტი დალეწა. ხო, ალან სმიტი არის რა. სწორია ალან სმიტი. არა, წამით რა, ჭირე რა. მესამე შეკითხვა. შესაძლოა ეს პორტუგალიელი ფეხბურთელი არსენალში კამეოთი გახსოვდეთ. არადა ფულემის ლეგენდაა და ბოლო წლებში უი, ბოლო წლებში ბოამორტე მგონია ეს ხო? უნგარი მოგო. ბოამორტე. და დიდებული თამაში ბოლო ფაზაში დაცვის, რომელმაც დიდებული ბურთი გამოაძვლინა, თუმცა შეტევის მეორე ფაზა გვაქვს, მეგობრებო. კვლავ სამი შეკითხვა, ოღონდ თავიდან იწყება ათვლა. სმიტზე ბიჭო, მანამდე მეც ვიცოდი რომ სმიტი იყო რა, დავაჭირებას. მან მოთამაშის რანგში სოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო პელესა და გარინჩას გვერდით. 1970 წელს პელისა და განჭას გვე ვავა იყო. არ არის სწორი და შეტევა ჩავარდა სამწუხაროდ. ზაგალო მარიო ზაგალო არის სწორი პასუხი. 70. ვავა ორჯერ არ მოიგო კაცო. არა, შემდეგ რაღაც მოყვებოდა კიდე უბრალოდ კითხავს რა დადება და ბოამორტეს რატო არ დავა? ეხა სულ დარჩა ორი შეტევა, ხო? კი, ორი. მაგრამ თქვენი ბოლო შეტევა არის, ამიტომ თქვენც გირჩევთ იგივე გამოიყენოთ. ანუ ეს ხო, მაგას ვიზამთ ჩვენც. ბოამორტე. და ანუ ვერსია პასი კითხება პორტუგალია და ამ სოფლიოს ფეხბურთელები და არა მხოლოდ? კი. რომელი გირჩევნია? ნაუსბრეთი. მითხარი, რომელი გირჩევნია შენ ამ სოფლიოს ფეხბურთელებზე გირჩევნია თანამედროვე თუ პორტუგალიის თემაზე გირჩევნია?
პორტუგალიის თემა. პორტუგალია გირჩევნია? კაი, იყოს პორტუგალია. ბურთი გადაიტანეთ თქვენც იქითხარეს, როცა და მე ხა ამათი შეტევა რო იქნება ჩვენ შეგვიძლია ის გავა მოვიყენოთ, ხო? რაღაცა. პრესინგი. ვარნა და რაღაცა. პრესინგი. არა, ვარნა შეგიძლიათ ბოლო ფაზაში გამოიყენოთ უბრალოდ. და პრესინგი აღარ? კი შეგიძლიათ, მაგრამ ვარნა გირჩევნიათ ახლა. ერთი შეგვიძლია გამოვიყენოთ? კი. ხო თქვენ იწყებთ. პორტუგალია, ისევ წესები იგივეა მეგობრებო შუაში დადეთ. არა, მართალდო? არა, იქ, რადგან რამე გოლი გაიტანა. წესები იგივეა 2-2-ზე თამაშობთ, სამი შეკითხვა გჭირდებათ ზედიზეც, რომ აიღოთ ქულა, გაიტანოთ გოლი. მითხარით გუნდი? ეს თემა პორტუგალიაა, ხო? კი. მითხარით ნაკრები, რომელიც 1966 წელს პორტუგალიას 3 თულს უგებ. ჩრდილოეთ კორეა, ხო? პირველი ფაზა გავლილია. მეორე ფაზა. ეს პორტუგალიერი ადმირალი ლისაბონში დაიბადა. ბენფიკაში გაიცნო ხალხმა, შემდეგ ბარსელონას მიაშურა. იქიდან კი ინგლისში ამოჰყო თავი. დღეს ჩვენს მეძობრად თამაშობს. ეს პორტუგალი. ადმირალი, ესე მაშინ. ბიჭო, ბენფიკაში ის იყო, მაგრამ ეს არ არის. ბარსელონაში გადავიდა. ვაზე ვერ სამი? ვიღაც ხონდა უპასუხოთ. ბენფიკა ბარსელონაში გადავიდა, მაგრამ არავინ არ გასულს. ადმირალი ცენტრში მცველი არის შეიძლება. ტრინკო. სამი? ორი? არ თამაშობს ეს ფეხბურთელი უკვე, მაგრამ სიმაო, მაგრამ არა, მეგობრებო, ადმირალი მინიშნება იყო ნელსონზე, ადმირალი ნელსონზე და ნელსონ სემედო, კაი. დიდებული ფეხბურთელი. ხო, თუკეთში არის, ხო. თქვენი მეორე ფაზა იწყება. პორტუგალია. მეორე უნდა. პრემიერ ლიგის პორტუგალიურმა კლუბმა ამ ფეხბურთელის ალ-ჰილალში გაყიდვით 47 მილიონი ფუნტი იშოვა. საუდის არაბეთში სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგის პორტუგალიურმა გუნდმა ეგეთი იყო, ხო შეკითხვა? ხო. ფეხბურთელი უნდა მითხრათ. ფეხბურთელი უნდა თქვა? ის იქნება რა, ნევეში. სწორია, რუბენ ნევეში. ულზი არის პრემიერ ლიგის პორტუგალიურმა. ახლა. პირველი ხო? ეს პირველი იყო, კი. ეხა მეორე. ამ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგაში 71 გოლი და 72 ასისტი აქვს. ზედიზედ 2 სეზონია კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება და ნაკრების რიგებში 100 თამაშიან ნიშნულს უახლოვდება. ბრუნო ფერნანდეში? რადგან ბრუნო ფერნანდეშია, ჩაიშალა ეშეღო. ეხლა მეგობრებო, ანგარიში არის 1-1, დაგვრჩა ბოლოს შეტევა და არსენალს ჩვენ თამაშს ვეღარ ვიგებთ. ვერ იგებთ. არსენალს შეუძლია უბრალოდ რომ გოლი არ გაუშვას. ჩვენ მივდივართ სწრაფ შეტევაზე. 2-1. თქვენ მიდიხართ სწრაფ შეტევაზე. სამ კითხვას პასუხი. ანუ მაიცა, მაშინ ის შეგვიძლია პოზიციის ცვლილება. კი, ხო არ ხნათ ეგა და ორჯერ მოუწევთ ჩემთან თამაში. დავაი, მაშინ მაგას ვიზამთ ეგ თუ შეგვიძლია, რაღაც მაინც გამოვიყანოთ. კი. აი. ესე იგი, პირველი ტატოს წინააღმდეგ თამაშობთ. ნახევარდაცვაში, შემდეგ ირაკლის წინააღმდეგ ითამაშებთ დაცვაში და შემდეგ კვლავ ტატოს წინააღმდეგ კარში. სოფლიოს, აქაც არეული არის კითხვების სირთულე. სოფლიოს მოთამაშეები და არა მხოლოდ. 2025 წლის აფრიკის თასზე ეს მაროკოელი ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აშრაფ ჰაკიმისთან ერთად ფლანგებზე საუკეთესო დუეტს ქმნიდა. ტატო? შენ არ ხარ? მაზრაუი. და მეგობრებო, თამაში დასრულდა ფრედ, დასრულდა 1-1. დიას. მე ბრახინი. ხო, ბრახინი. ისი თქმა შეიძლება. ფლანგებია რა. ეს ყველაფერი თქვენ უნდა მითხრათ, ისი თქმა შეიძლება ამ თამაშზე. დაძაბული რო იყო, იმის თქმა შემიძლია და დანარჩენი თქვენ მითხარით. კაი თამაში იყო. რაღაცეები სტრატეგიულად ვერ გავთვალეთ ჩვენ და მანდ ცოტა ისე უკეთ უნდა მოგვეფიქრებინა ვის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რა კითხვაზე გვეთამაშა, როგორ, ანუ ბევრი განსხვავებულია სხვა თამაშებთან შედარებით, რაც აქამდე გვითამაშია და ცოტა განსხვავებული მიდგომა ჭირდებოდა. ახალი თამაში იყო და ადაპტაციის გავლა რთული იყო და პირველი ეტაპისთვის საკმაოდ ნორმალური შედეგი ვაშენებდი. გაიძვეთ ხარის ამ ზეგავლება. ხოც ქულა ავიღეთ უკვე კარგია. ამდენად გამოგვადგება ეგ არ ვიცი, მაგრამ წაგებას ჯობია.
ძალიან რთულია რა. წამის მიასედით რომ აგვიანებ ხელის დაჭერას რა. ჩემი ჯოჯოხეთი ეგ არის რომ ალბათ ეგრეთ წარმომიდგენია ჯოჯოხეთი რომ იქ ხარ თამაშობ და ერთი წამის მიასედი გაკლდება დაჭერამდე დავაჭირო არ დავაჭირო და ამ დროს როცა ფიქრობ დააჭირო თუ არ დააჭირო ტატო ყოველთვის აჭერს რა. მეცი ხო რა ნუ ეს არის თამაში გაგიყოლ. ეს არის თამაში სადაც სწორი პასუხი იცი მაგრამ ტატო აჭერს. ბუამორტეთი შეგვეძლო მოგვეკვე ეს თამაში და აი რა ტატო არ დავაჭირე არ ძალიან გაბრაზებული ვარ და მაგრამ ხვალიდან ისევ ყველანი მეყარებით. მეგობრებო, ვინც გაბრაზებული ხართ, შეგიძლიათ ვინირთვათ ცივი კოკა-კოლა, ცივი ფანტა, მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოკა-კოლა არის ჩვენი პარტნიორი, 10 ნიშნა კოდი არის თითოეულ თავსახურში და შანსს გაძლევთ ეს 10 ნიშნა კოდები, რომ მოიგოთ Kia EV6, რომელიც არის ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილი და სხვა საჩუქრები 19 ივლისიდან. მადლობა ყველას. მადლობა. მადლობა. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.